სამშობლოში დაბრუნება 20 წლის შემდეგ ლათინო-ამერიკული სპორტული ცეკვების შემსრულებელი ყველაზე წარმატებული ქართული წყვილი შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი უამრავი კონკურსზე და ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და ახლა უკვე თბილისში მასტერ-კლასებს ატარებენ. და მაღალი კისერი? Okay, good bro. Okay, აბა ახლა ასე tabla tezashir tabla remember sada body weight უფრო developed fingers, all right? ცეკვის ინსტრუქტორების წყვილი, რომლებიც მანერული და უცხოური აქცენტით საუბრით, ცოტა ექსტრავაგანტული ჩაცმულობითაც ვერისუბნის მელოდიების ტანცკლასის მასწავლებლებს მოგაგონებენ, მართლაც წარსულიდან არიან. აკვა მარიხსკაიას და ინოჩენცისგან განსხვავებით, მასტერკლასს ისინი პროფესიონალ მოცეკვავეებს აძლევენ. კლასიკური ბალეტის ნაცვლად ლათინური ცეკვის ტექნიკაზე მუშაობენ. გააზვიადოს შენი პიროვნება, your personality to show. განვითარებული თითები, ხაზგასმული თეძოები, მაღალი კისერი და ქვემოთ დაქაჩული მხრები მხოლოდ ტექნიკური დეტალებია. თავარი რაც სამეჯლისო ცეკვის შემსრულებლებს პირველ მოცეკვავედ აქცევს, მასტერკლასებით არ ისწავლება. ისინი გაქვს, ან არ გაქვს. 2 3 4 შორენა გაჩეჩილაძესა და გოჩა ჩერეტკოევს აღმოაჩნდათ. საქართველოში ლათინური ცეკვის შემსრულებელი პირველი, ამერიკაში კი ოფიციალურად მეორე წყვილად შეფასებული შემსრულებლები 20 წლის შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდნენ. ძალიან surprise საქართველოს შეცვლა წინ წასვლა ხალხი როგორ შეიცვალა ჩვენ გოჩას და მე ალბათ ძალიან გაგვიკვირდა როგორი ქალაქი დახვდა ესე იგი gradual change ნელა გაიზარდა 20 წლის შემდეგ ნახეთ რაც იყო 20 წლის წინ და all of a sudden boom all this ამ 20 წლების განმავლობაში ცეკვისადმი სამყაროს დამოკიდებულებად შეიცვალა. ადამიანები მთელ დედამიწაზე გაცილებით მეც მოძრაობენ. თუმცა ქართველი წყვილების წარმატებებით მათი გულშემატკივრები ვერ დაიტრაბახებენ. ლათინური ცეკვების ოსტატებისთვის ამისი ახსნა ადვილია. ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა და ზოგადად მოგზაურობა პროფესიულად სჭირდებათ. ეს არ არის სუხიშვილებთან მიხვია და მაგაზე კარგი არ ამინდა, იმიტომ რომ ეს არის ქართული. უნდა ცხოვრობდე საქართველოში, რომ იცეყო ქართულად. ჩინეთში ვერ ისწავლი ქართულს. სამეჯლისო არის მსოფლიო მასშტაბი. ერთიანი თუ ლაპარაკობ, თუნდა იცოდე რა ხდება სხვაზე კარგი რომ იყო. ჩვენ ვიცით სხვებზე კარგები რომ არიან. ამებმა არის. თვითონ არიციან. შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერეტკოევი ამერიკაში 1991 წელს გადავიდნენ. წელიწადში საშუალოდ 25 კონკურსში მონაწილეობდნენ. ისინი ამერიკისა და კანადის უამრავი კონკურსის პრიზიორები იყვნენ. როცა 1993 წელს სამხრეთ აფრიკაში ლათინური სპორტული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატზე შტატების სახელით გამოვიდნენ. ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება უძღვნის და რაც ხელოვნებას უფრო მეტად გავს, მათთვის მაინც სპორტია. ვიენური ვალსი, რომ იცოდოთ გადაბლით, სულთნახევარი, უფრო რთულია, ვიდრე ირბინოთ მარათონი, მე მგონი 7 მილი. ხალხური ცეკვა სპორტულია, ძალიან ძნელია. ბიჭებისთვის ძალიან სპორტი, გოგონებისთვის არა მგონია. თავაზიანი, უფრო თავდადებული, არც ისე კლასიკური სექსი, ეს უფრო ლათინური სექსი, გოგონები აქ უფრო ლათინურად გამომწვევად სექსი. არა, სირთულე ერთი და იგივეა, როგორც ინდივიდუალურად. იმ ქვეყანაში, სადაც ლათინურ ცეკვებზე მეტად უპირატესობას მაინც მშობლიურს, როგორც ისინი უწოდებენ კლასიკურ სექსს ამჯობინებენ, შორენა და გოჩა საკმაოდ დიდ სამეჯლისო პერსპექტივას ხედავენ. მასტერკლასზე ბათუმიდან, ქუთაისიდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსულ წყვილებში მწვრთნელები ხედავენ იმას, რაც არ ისწავლება. ჩვენ ქართველებს გვაქვს. ჩვენ ესეთი რაღაც გვაქვს, არც იციან რა აქვს სამწუხაროდ. ბავშვებმა ჯერ. მთელი ქართველები განსხვავებული ხილია. სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო რუსები მუშაობენ იმაზე, რომ ესეთები იყვნენ. და ესენი ბუნებრივად არიან. მას შემდეგ, რაც აქტიურ სპორტს თავი დაანებეს, შორენამ და გოჩამ ამერიკაში თავისი სტუდია გახსნეს. წყვილი მზად არის ყოველ მხრივ შეუწყოს ხელი სპორტსმენებს საქართველოდან და თუ იქამდე ჩასვლას მოახერხებენ, მზად არიან გაკვეთილები სწავლის ქირის გარეშეც მისცენ. If she's up